მაუწყებლობის შესახებ კანონი და მაუწყებლთა ქცევის კოდექსი პრაქტიკაში ამოქმედა, რამ განაპირობა გადაწყვეტილება, ზოგადად რა გამოწვევების წინაშე დგას მედია გარემო საქართველოში. ამ საკითხებზე იმედი ლაივში დღეს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ისაუბრებს. ჩვენ სტუდიაში ვიწვევთ გოგა გულორდავას, ის ჩვენი სტუმარია და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება თავდასხმა დამოუკიდებელ ქართულ მედიაზე. აუცილებლად ბრიტანული სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა დღეს ჩვენს ეთერში, თუმცა უნდა დავიწყოთ პრაქტიკაში ამოქმედებული მაუწყებელთა კანონისა და ქცევის კოდექსის ნორმების შესახებ საუბრით. რა უნდა გაითვალისწინონ მაუწყებლებმა? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობას გიხდით მოწვევისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რომ მაყურებელს კიდევ ერთხელ განუმარტოთ ჩვენი ხედვა მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან და ასევე მაუწყებელთა ქცევის კოდექსთან დაკავშირებით. მე მოგეხსენებათ, რომ კომუნიკაციების კომისია არის დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებაზე, მედია პლურალიზმის უზრუნველყოფაზე, რაც დამეთანხმებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი მაყურებლისთვის. მედია, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ინსტრუმენტი, კარგად მოგეხსენება თუ რა გავლენის შესაძლებლობა და მოხდენა შეუძლია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე და რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ამ ნაწილში. რაც შეეხება კანონს და კანონში განხორციელებულ ცვლილებას 2025 წლის აპრილში განხორციელდა ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რამაც თქვა შემდგომი რამ, რომ რეგულირების ქვეშ, კანონის რეგულირების ქვეშ უკვე მოექცა ისეთი საკითხები, როგორიც არის ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, სამართლიანობის დაცვა, პასუხისუფლება, ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიც არის ადამიანის ღირსების და პატივის შელახვა და ამასთან დაკავშირებული საკითხები. თუმცა ერთი რამ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოს, რომ ჟურნალისტური სტანდარტები და მანამდე მოქმედი მაუწყებლობის ქცევის კოდექსი, რომელიც 2000 ჯერ კიდევ 2009 წელს არის მიღებული, ამას ისედაც არეგულირებდა, ამას და რაღაც განსაკუთრებულ სიახლესთან ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლიანი მედია, რომელიც იცავს მედიაში არსებულ და ჟურნალისტიკის მაღალ სტანდარტებს, ამ სტანდარტებით ისედაც უნდა ეხელმძღვანელდა, თუმცა დრომ და გარემოებამ და ანალიზმა აჩვენა ის ვითარება, რომ სამწუხაროდ წლების განმავლობაში ეს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი სათანადოდ ვერ სრულდებოდა და შესაბამისად საკანონმდებლო გადაწყვეტილებით უკვე ეს შინაარსობრივი რეგულაცია ამ საკითხების გადავიდა კანონის მოქმედების სფეროში. პატარა ექსკურსს გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით, რომ კანონის მიღების შემდგომ უკვე კანონმდებელმა გააკეთა დათქმა ამასთან დაკავშირებით, რომ მაუწყებლებს მიეცათ ორთვიანი, ვთქვათ, საშეღავათო პერიოდი, რომ ის არსებული პრაქტიკა, სარედაქციო პრაქტიკა, რაც არსებობდა და მე მგონია ყველა თავხდებით, რომ არ იყო ეს პრაქტიკა საზოგადოების მისაღები, ასე ვთქვათ, ამ რეგულაციების ჩარჩოებში მოექციათ და გადასულიყვნენ რეგულირებით, ასე ვთქვათ, დადგენილ ნორმებთან. ამის შემდგომ, კანონის მიღების შემდგომ უკვე კომისიამ შეიმუშავა ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი ამ შინაარსობრივ რეგულირებასთან დაკავშირებით, გზამკვლევი, რომელმაც ძალიან მკაფიოდ განმარტა, თუ რა არის სამართლიანობა, რა არის მიუკერძოებლობა, რას ნიშნავს პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობები, როგორ უნდა გაიმიჯნოს მოსაზრება ფაქტისგან და ასევე ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული და აღწერილი ამ დოკუმენტში, თუ რაზე გაამახვილებდა კომისია ყურადღებას და რა იქნებოდა შეფასების კრიტერიუმები ამა თუ იმ გადაცდომის აღმოჩენის შემთხვევაში. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ეს დოკუმენტი მაუწყებლებს დაეგზავნათ
გასული წლის 2025 წლის სექტემბერში, თუმცა უცნაურად და გასაკვირად არც ერთმა უწყებელს შენიშნა რაიმე სახის კომენტარი აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს. საინტერესოა, რით შეიძლება აიხსნას ასეთი დამოკიდებულება იმ კრიტიკის გათვალისწინებით, რაც შეხვდა ამ კანონმდებლობას, შეიძლება სწორედ ამიტომ გაუსვით ხაზგასმა გავაკეთე იმაზე, რომ არანაირი კრიტიკა დოკუმენტთან დაკავშირებით და იმ გამკვლელთან, რომელიც როგორც აღნიშნე ძალიან დეტალურად არის გაწერილი ყველა ის საკითხი, რაც რეგულირებაში მოექცა, ეს შენიშვნები არ გამოთქმულა. გარდა ამისა, მე როგორც ახალ არჩეულმა კომისიის თავმჯდომარემ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, იქიდან რომ არის და ხედავთ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე, შევხვდი მაუწყებლებს ძალიან ისეთი საქმიანი ფორმატი იყო შეთავაზებული, რომ გვემჯერა იმ ყველა იმ გამოწვევაზე, მათ შორის აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით, თუ არსებობდა კიდე დამატებით რაიმე კითხვები, თუ როგორ უნდა შედგეს სარედაქციო პოლიტიკა, რას გულისხმობს კანონი, რაზე გაამახვილებს თქვა კომისია ამა თუ იმ გადაცდომის შემთხვევაში ყურადღებას, მაგრამ არც ამ შეხვედრის შედეგები შემდგომი ანალიზის დაკვირვების შედეგად ვერ გამოვლინდა და ვერ მივიღეთ. манипуляციები და სპეკულაცია რაც შეეხება რომ თითქოს ეს რეგულაციები არის რაღაცა შემზღუდავი მედიის წინააღმდეგ მიმართული თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართული სარედაქციო დამოკიდებულობაში უხეში ჩარევის მცდელობაო ასეც ცდილობენ შეფუთონ ცალკეული მედიის წარმომადგენლები პირდაპირ შემიძლია ფაქტების დონეზე დაგიდასტუროთ რომ აბსოლუტურად საწინააღმდეგო სურათი გვაქვს ვიდრე თქვათ ეს გამოთქმული მოსაზრებებია მიუხედავად იმისა რომ არსებობდა ეს ორთვიანი საშეღავათო პერიოდი კომისია კანონი მიღებულია როგორც ცვლილებები კანონში მიღებულია როგორც აღნიშნე 2025 წლის აპრილში აი როგორ წელიწადი სრულდება თუმცა კანონზე მორეაგირე და აღმასრულებელი უწყება ამ შემთხვევაში კომისია ჯერ კიდევ თითქმის წელიწადია რჩება მხოლოდ საჩივრებზე რეაგირების რეჟიმში და არ შესულა შინაარსობრივი რეგულირების ნაწილში. სულ 10 საჩივარია ამ შინაარსობრივი რეგულირების კონტექსტში განხილული. აქედან 4 შემთხვევაში მაუწყებელი ცნობილი იქნა სამართალდამღვრად, თუმცა 4-ვე შემთხვევაში გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან. ამას მინდა ხაზი გაუსვა რომ ეს არის სადამსჯელო მექანიზმი. არგუმენტი და აპელირება იმაზე რომ ეს ვინმე სჭირდება სადამსჯელო მექანიზმის გამოყენება რომ დომოდა კომისია შეეძლო უფრო მკაცრი სანქციებიც გამოეყენებინა და უფრო მათ შესულიყო თქვათ ამ პროცესში ვიდრე მანამდე იყო შესული. მაგრამ ფაქტი და მოცემულობა და შედეგი არის ის რომ ვერც ამ ასეთმა დამოკიდებულებამ ვერ შეცვალა სამწუხაროდ ის სურათი რაც გვაქვს მედიაში და კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ განვაცხადო რომ არავითარ შემთხვევაში ეს რეგულაციები არ არის მიმართული არც ერთი მედია საშუალების შეზღუდვისკენ პირიქით რეგულაციები არის მიმართული იმის რომ გაჯანსაღდეს დღეს არსებული მედია გარემო სადაც აი ეს არის მნიშვნელოვანი რა იგულისხმება გაჯანსაღებაში და რა გამოწვევას პასუხობს ეს კანონმდებლობა. რა არის ის ძირითადი პრობლემები, რაც ახასიათებს დღეს მაუწყებლობას, რის გამოც უბრალოდ აუცილებელი გახდა ალბათ პირველ რიგში მაყურებლის ინტერესების დაცვის გამო აი ესეთი რეგულაციების და ნორმების შემოტანა. რა თქმა უნდა, პირველ და ამოსავალი აქ არის ჩვენი საზოგადოების და მაყურებლის ინტერესების დაცვა. დღეს ვაქვს ესეთი სურათი, რომ
მედია სამწუხაროდ. და არ არის ბოლოდროინდელი სულათი, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები და გამოწვევებია, გაჯერებულია ალბი ამბებით, მიკერძოებული საინფორმაციო გადაცემებით, ფაქტის დამახინჯებით, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვადასხვა ნიშნით პოლარიზაციის გაღვივების, სიძულვილის ენის დათესვით, რაც საბოლოო ჯამში მედიის გავლენის, საზოგადოებაზე გავლენის მასშტაბიდან გამომდინარე, უკვე გაცდა იმ ჩარჩოებს, რაც მედიაში არსებული გამოწვევა და პრობლემა ჰქვია, ის უკვე გადავიდა საზოგადოებაში და ძალიან მარტივი ტესტი და მაგალითი შეგვიძლია ამისი მოვიყვანოთ, თუ რაოდენ პოლარიზებას ახდენს მედიიდან გამოწვეული ზეგავლენა უკვე საზოგადოებაში, თუ რაოდენ პოლარიზებულია საზოგადოება, რაოდენ მიუღებელი ხდება განსხვავებული აზრის გამოხატვა, დაპირისპირება, რაც ყველანი თანხვდებით, რომ ასე ვერ გაგრძელდა არა და ვერ ზიანდება საზოგადოება სხვადასხვა საბოლოოდ ზიანდება მაყურებელის და ზიანდება ჩვენი საზოგადოება. ეს არ არის მხოლოდ რაღაც ან კანონმდებლის მოგონილი, ან ხა დღეს მე როგორც კომისიის წარმომადგენელი ძალიან ბევრ სხვადასხვა ანგარიშებში არის ასახული თუ რა ხდება დღეს მედია გარემოში. ამიტომ რეგულაცია და კანონის ახსულება მისი უმთავრესი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ჩვენ ამ მავლე ზეგავლენისგან უნდა დავიშვათ ჩვენი საზოგადოება. პოლარიზაცია ყველგან სახელდება ერთ-ერთი მთავარ პრობლემა და ამ შემთხვევაში თქვენი პასუხი, როგორც ხვდებით, ეს არის, რომ რაღაცნაირად მოხერხდეს დაახლოება საერთო ენის გამონახვა სხვადასხვა ჯგუფებს შორის. სერიოზული პრობლემაა. შესაძლებელია, არ არის ეს მიუღწეველი საკითხი. მე ვფიქრობ, რომ ყველანი მიუხედავად ასთა სხვადასხვაობისა, ძალიან კარგად ვაანალიზეთ საბოლოო ჯამში ამ ნეგატიური გავლენის შედეგებს და შეგვწევს ერთობლივი ძალისხმევით ის, რომ მედია დაუბრუნოთ მაღალ სტანდარტებს. მედია დაუბრუნოთ სტანდარტი მნიშვნელოვანია, თუმცა ამასობაში უნდა ვისაუბროთ იმ მოვლენაზე, რასაც ქვია ბრიტანული ხელისუფლების თავდასხმა ორ წამყვან ტელეკომპანიაზე და რომელიც ძალიან უცნაური მოტივებით აიხსნა, რომ თითქოს უკრაინის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის ტელეკომპანია იმედის და პოსტივის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. საინტერესოა, როგორ აფასებს ამ ყველაფერს კომუნიკაციების კომისია, რამდენად შეესაბამება ეს ნაბიჯი დემოკრატიას და თავისუფალ სიტყვას. მე შევეცდები მოკლე ვიყო ამ პასუხში, ვინაიდან ზოგადად მედიის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ მტკიცებულების მაღალი სტანდარტით, განსაკუთრებული საფუძვლით და საგანგებო კანონისმიერი პროცედურით არის დასაშვები. ნებისმიერი ამგვარი ქმედება, ვისგანაც არ უნდა იყოს ეს გადადგმული, უნდა იყოს გამყარებული მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებებით და როცა ესეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება ორი ქვეყანაში ორი მაუწყებლის მიმართ, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მაღალ რეიტინგულია, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ეს ვერთავ შემთხვევაში განხილული დადებით კონტექსტში, პირიქით ძალიან დიდი საფრთხის შემცველია მსგავსი გადაწყვეტილება ზოგადად ტელემაუწყებლებს შორის სამართლიანი კონკურენციისკენ, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისკენ და ზოგთლიანად მედია პლურალიზმისთვის წარმოადგენს საფრთხეს. მე უფრო ღრმა შინაარსობრივ განხილვაში ამ საკითხის არ შევალ, თუმცა ფაქტი რჩება ფაქტად, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი კითხვა დაგროვილი და
ეს კითხვები ალბათ საჭიროებს გამჭვირვალე პასუხებს. რა თქმა უნდა, ზოგადად მაუწყებლის შეზღუდვის მცდელობა მიუღებელი მოვლენა არის, რაც არ უნდა დაედოს მას საფუძვლად, მაგრამ არგუმენტებსაც ხომ აქვს მნიშვნელობა. აი, ამ მოსაზრებებით, ამ ფაქტებსაც ვერ დავართმევთ იმათ, რადგან იყო საუბარი, უბრალოდ აბსურდი იყო და ვისაც უხაროდა ეს გადაწყვეტილება, მათთვისაც კი მე დამჩეშთაბეჭდილება, რომ ცოტა სიურპრიზი იყო ასეთი არგუმენტაციით ამ გადაწყვეტილების მიღება. საერთოდ მანამდე თუ იდგა ეს, აი თქვენი გადმოსახედიდან გსმენიათ თუ არა მსგავსი პრეტენზიის შესახებ, რომ აი ამ ორი ტელეკომპანიის მიმართ ასეთი ბრალდება არსებობდა, ზოგადად რამდენად შეიძლება რაღაცა ახლოს იყოს სერიოზულობასთან, არგუმენტირებულ მსჯელობასთან ის რაზეც არის საუბარი. ხა საჩივარი რო არ ყოფილა, ეს მე მგონია საზოგადოებისთვის და აქამდე ეს ოფიციალურად არავის განუცხადებია პრეტენზია ჩვენთან მიმართებაში, მაგრამ აი ზოგადად საუბრის დონეზე მაინც თუ ყოფილა იმის განხილვა, რომ შეიძლება დაბრალდეს იმეც და პოზიტივის მსგავსი რამ. კი ბატონო, მოგახსენეთ ამაზეც, სწორედ საქმის მაგაშია, რომ ზემოაღნიშნული ის თემატიკა და ის საკითხები, რაც ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად, არც პრეტენზიის დონეზე, არც საჩივრის დონეზე კომისიაში არავის მოუმართავს არანაირი ადგილობრივი, ასე ვთქვათ, საქართველოში არსებული საკანონმდებლო და სამართლებრივი მექანიზმები ამ საკითხებთან მიმართებაში გამოყენებული არ ყოფილა, რაც რითაც ჩვენთვის პირადად გინდება ერთი რამ, რომ მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა ან დამოკიდებულებისა ამ ორი მაუწყებლის მიმართ, საქართველოს რიგით მოქალაქეს, ნებისმიერ მოქალაქეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად, პრეტენზია არ ქონია. გასაგებია. კი ბატონო, რო შევაჯამოთ ჩვენი საუბარი და ნელ-ნელა დასასრულისკენ წავიდეთ, უნდა ვისაუბროთ ასევე თქვენ გარკვეულწილად შეეხეთ ამ ინტერვიუს განმავლობაში, როგორც ყალბი ამბების შესახებ გამოწვევებს, ასევე შეეხეთ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში მაყურებელს რას მიცემს კანონის სრული სიმკაცრით ამოქმედება? ეს იქნება თუ არა ერთგვარად საინფორმაციო ველის გაწმენდა და რაც მთავარია, რომ ფაქტი და კომენტარის გამიჯნა, რაც ყოველთვის პრობლემა არის ხოლმე განსაკუთრებით ოლ მედიებზე, თუმცა ახლა ყურადღებას არ გავამახვილებ, ანუ რას მიიღებს, რას სარგებელს მიიღებს მაყურებელი? რეგულაცია და რეგულაციის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მედიის გაჯანსაღებისკენ გადადგმული ნაბიჯი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არც კანონის მიღების დროს, არც კანონმდებლის, არც შემდგომში კომისიის თვითმიზანი არ ყოფილა და არ იქნება რაიმე სადამჯელო მექანიზმების და სანქციების გამოყენება რომელიმე მაუწყებლის მიმართ. მიდგომა იქნება თანაბარი, თუმცა ყველას უნდა კაფიოდ გვახსოვდეს და იმ პასუხისგებლობიდან გამოვიდეთ, რაც დღეს საზოგადოებაზე გავლენის მასშტაბებიდან გამომდინარე ნებისმიერ მაუწყებელს გააჩნია, რომ არ შეიძლება ფაქტების დამახინჯება ეთერში, არ შეიძლება სიცრუის ტირაჟირება, არ შეიძლება ამა თუ იმ ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენება. მედიას, პასუხისგებლიან მედიას მაღალი სტანდარტების დაცვისთვის, ჩემის აზრით, არც კანონის მოთხოვნები და კანონის რეგულაცია არ ჭირდება, ამ მოთხოვნებს მედია ისედაც უნდა იცავდეს. კომისიის როლი იქნება ამ შემთხვევაში ის, რომ პირველი და ამოსავალი, რა თქმა უნდა, უმთავრესი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა და კანონის აღსრულება თანაბრად განურჩევლად ყველა მაუწყებლისა, ვისაც აკისრია ის პასუხისგებლობა დღეს და ვისაც გავლენის ძალიან დიდი მასშტაბი აქვს ჩვენ საზოგადოებაზე. ამ ნეგატივისგან, აი ამ ყალბი, ცრუ, არაფრის მომცემი ინფორმაციისგან და აი ამ ველისგან საბოლოოდ უნდა დავცალოთ მედია და გავაჯანსაღოთ ეს გარე.
მით უმეტეს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საუბრის დასაწყისში არანაირ განსაკუთრებულ სიახლეს და რაიმე დამატებით შეზღუდვას ეს კანონმდებლობა არ მოიცავს. ეს არის ის წესები და სტანდარტი, რაზეც დიდი ხანია შეთანხმებულია მედიაგარემოს, ესე ვთქვათ, წარმომადგენლობა ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები და ვფიქრობ, რომ ღირსების საკითხია ის, რომ ის რაზეც შეთანხმებული იყო, თუმცა ყველა ვინც კი ჩართული იყო ამ სფეროში, ამ რეგულირების და ესე ვთქვათ, სტანდარტების შემოღებაში, უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა დავიცვათ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ კი რაიმე სხვა ინტერესი არ არის და ესეც ძალიან კარგად გამოჩნდება, არის თუ არა აქ რაიმე პოლიტიკური თუ სხვა ტიპის ინტერესები. ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების შეუხებლობა, ეს არის ქართული სტანდარტი. ეს არის საყოველთაოდ აღიარებული ევროპული, მათ შორის ბრიტანული სტანდარტი და აქ ხაზი მინდა გაუსვა, რომ სწორედ აი შინაარსობრივი რეგულირების ნაწილში ჩვენი კანონმდებლობა და უკვე შემდგომში შემუშავებული გზამკვლევი მაუწყებლოთა ქცევის კოდექსი სწორედ რომ ბრიტანულ მოდელს ეფუძნება. ბრიტანულ მოდელს ეფუძნება ძალიან ბევრი ქვეყნის ევროპული ქვეყნის კანონმდებლობა მედია რეგულირების ნაწილში და იმასაც მინდა ხაზი გაუსვა, რომ სანქციები და სადამსჯელო მექანიზმები ბევრად უფრო მძიმეა იმ ქვეყნებში, ვიდრე ეს ჩვენი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ხაზი გაუსვენ, რომ ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა და არ იქნება სადამსჯელო მექანიზმების გადადგმა, თუმცა მედიასაც აუცილებლად მოუწევს თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება ამ ნაწილში, რომ კანონი არსებობს იმის, რომ კანონი უნდა ახსოვდეს. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა.